მეგობრებო, დღეს გვექნება ინფორმაციული საჯარო ტაროს სეანსი თემაზე რა ბლოკავს თქვენს ფინანსებს, რა ბლოკავს თქვენს ფინანსურ არხს. ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო და საჭიროა თემა, ამიტომ მოდით გავაკეთოთ დღეს ინფორმაციული ტაროს გაშლა და ტარომ გვიპასუხოს ამ თემაზე და მოგვეწოდოს ხედვა, ისეთი ინფორმაციული გაცნობიერება მოგაწოდოთ თითოეულ თქვენთაგან, ვისაც გჭირდებათ ამ თემაზე, ამ საკითხზე სწორი და ამომწურავი პასუხები, რომლებიც მოგცემენ თქვენი პრობლემის, თქვენი საკითხის მთლიან სურათს, ხედვას აი ამ მთლიანობის შესახებ, დაგანახებენ გზას და გამოსავალს, თუ როგორ უნდა, ასე ვთქვათ, განეიტრალოთ ეს ბლოკი, როგორ უნდა განბლოკოთ ეს შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლის ენერგიის დინებას თქვენს ფინანსურ არხში. ამ ენერგიაში, რა თქმა უნდა, მატერიალური ფულადი რესურსები მოიაზრება თვითონ თემატიკის არსიდან და დატვირთვიდან გამომდინარე. მე ახლა გავააქტიურებ ტაროს დასტას სტიქიებით, ტრადიციულად, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, ცეცხლისა და ჰაერის სტიკის კომბინაციით. ამოვიღებ რენდომ შემთხვევითობის პრინციპით მთლიანი დასტიდან 2 არკანს, გვექნება სულ 3 ვარიანტი, თითოეულ ვარიანტში გვექნება 2 არკანი და შეკითხვას გავაჟღერებ ასე, რა ბლოკავს თქვენს ფინანსებს. პირველი ვარიანტი. რა ბლოკავს პირველი ვარიანტის ფინანსურ ენერგიებს, რა ბლოკავს პირველი ვარიანტის ფინანსურ ენერგიებს, რა ბლოკავს მეორე ვარიანტის ფინანსურ ენერგიებს, რა ბლოკავს მეორე ვარიანტის ფინანსურ ენერგიებს, ცოტას გავწევ არკანებს და მესამე რა ბლოკავს მესამე ვარიანტის ფინანსურ ენერგიებს. ცოტა ქვემოთ განვათავსებ, რომ უფრო ახმადი იყოს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, გნებავთ აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, ერთი ვარიანტი, ან მოისმინეთ სამივე ვარიანტის პროგნოზები და სინთეზი უკვე მოახდინეთ თავად თქვენ. მეტი გადავალ პირველი ვარიანტის გაშლაზე, პირველი ვარიანტის პროგნოზზე. პირველი ვარიანტი. რა ბლოკავს თქვენს ფინანსურ ენერგიებს, თქვენს ფინანსებს. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ თქვენთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, აქ ჩანს ადამიანის მოძრაობა ერთ წრეზე. სულ რაღაცა ციკლურ განმეორებად თემებში ხართ და თითქოს აი ამ წრის მდგომარეობიდან, წრეზე სიარულის მდგომარეობიდან ვერ გამოდიხართ. მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ძალიან დიდი გაჭირვება ჩანს აქ, ან რაღაცა ფინანსური სერიოზული გარღვევები, კრიზისები და ასე შემდეგ. არა, თქვენ შესაძლოა ფინანსურად არც თუ ისე ურიგოთ იყოთ დღეის მდგომარეობით, მაგრამ იმისთვის, რომ მეტი რესურსი შემოვიდეს თქვენს ფინანსურ არხში, თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში, იმისთვის, რომ უფრო წინ წახვიდეთ და უფრო განვითარდეთ, საჭიროა ამ წრიდან გამოსვლა და რაღაცა ახალ საფეხურზე ასვლა. ამ რაღაცა კომფორტის ზონის მდგომარეობაში ჩანს ადამიანი, რომ თითქოს სიამოვნება უფრო წინა პლანზე დგას, რაღაცა სამეგობრო წრე, ურთიერთობები, რაღაცა უფრო ემოციური თემატიკა უფრო გაღელვებთ ამ ეტაპზე, ან შესაძლებელია ისეთი ადამიანების, ისეთი საზოგადოების წრეში ტრიალებთ, ისეთი გარემოცვა გარტყიათ გარშემო, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია გართობა, დროს ტარება, რაღაცა წასვლა, მოძრაობა, კაი დროს ტარება, ვთქვათ, ხო, რაღაც აი მხიარული ატმოსფეროს შექმნა და ყოფნა აი ამ ატმოსფეროში, შესაბამისად თქვენ ვინაიდან თქვენც ამ გარკვეულ წრეში ტრიალებთ,
იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობენ. აი უფრო რაღაცა ეს აზრი მომდის ახლა, შესაბამისად თქვენც გინდა რომ ფეხი აუწყოთ, თქვენც გინდა რომ ჩაეწეროთ აი ამ საზოგადოებაში, როგორც ამ საზოგადოების ღირსეული და სათანადო წევრი, შესაბამისად გიწევთ გარკვეული ხარჯების გაღება იმისთვის, რომ აი ამ პატარ-პატარა რაღაცა ვთქვათ შეკრებებს, დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარებას, ან სადმე ვთქვათ წასვლას, ყველაფერი ხომ ფინანსებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად თქვენ გიწევთ აი ამ ხარჯების გაღება იმისთვის, რომ აი ამ საზოგადოებას არ გამოაკლდეთ და იყოთ აი ამ თქვენი სამეგობრო წრის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ღირსეული და დასაფასებელი წარმომადგენელი, იმიტომ რომ ასეთი ღირებულებები აქვთ ამ ადამიანებს და შესაბამისად ვინაიდან თქვენ გსურთ რომ იყოთ დაიტრიალოთ ამ ადამიანების გარემოცვაში, შესაბამისად გიწევთ თქვენ მათთვის ანგარიშის გაწევა. აქედან გამომდინარე კი უკვე ხდება გახარჯვა თქვენი შემოსავლებისა და შესაძლებელია აქ უკვე პრობლემები დღეს არ ჩანს და არ გიდგათ ის საკითხი რომ რაღაცა ვთქვათ ფინანსურად მოწყვლად კატეგორიაში გადიოდეთ, მაგრამ შესაძლებელია თუ აი ამ ტემპით და ამ მასშტაბებით გააგრძელებთ ასეთი ასე ვთქვათ ტემპით ცხოვრებას და ასეთი წესით განკარგავთ ასეთი წესებით და ასეთი პრინციპებით, როგორც გაქვთ ახლა, განკარგავთ თქვენს ფინანსებს, სამომავლოდ შესაძლებელია გარკვეული პრობლემების, ფინანსური პრობლემების წინაშე დადგეთ. ამიტომ თუ თვლით, რომ გსურთ მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა და უფრო მყარად ფინანსურად და სტაბილურად, ასე ვთქვათ, გამყარებულად ყოფნა ფინანსების მხრივ საჭიროა ცოტა მეტი მომჭირნეობა და შესაძლებელია საჭირო იყოს თქვენის მხრიდან თქვენი საზოგადოების იმ ადამიანების ვის გარემოცვაშიც ტრიალებთ და ვინც თქვენს სამეგობრო წრეს წარმოადგენს, მათი გადახედვა, გაფილტრვა, გაცხრილვა, თუ რა თქმა უნდა გსურთ რომ რაღაცა უფრო სხვა საფეხურზე ახვიდეთ, განვითარების თვალსაზრისით, თუნდაც ფინანსური განვითარების თვალსაზრისით, გადახედოთ მათ და პრიორიტეტი მიანიჭოთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უფრო ვთქვათ სხვა ღირებულებები აქვთ, სხვა მორალური და ადამიანური ღირებულებები გააჩნიათ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვის გარემოცვაშიც დღეის მდგომარეობით იმყოფებით. აი ასეთი პროგნოზი, ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა პირველ ვარიანტთან დაკავშირებით, თუ რა ბლოკავს თქვენს ფინანსებს. დამიწერეთ თქვენი ხედვები და ინსაიტები, ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, საინტერესოა თქვენი უკავშირი, ვინაიდან ეს საჯარო გაშლები კეთდება სწორედ თქვენთვის, ამასთან, ვისაც რენდომ პრინციპით შემოგხვდებათ ეს საჯარო გაშლა, იმისთვის რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო და მრავალფეროვანი განახლებები ჩემს სოციალურ პლატფორმებზე, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ან ვთქვათ თუ YouTube-ზე შემოგხვდებათ ეს ვიდეო, მაშინ YouTube არხი და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი, რა ბლოკავს თქვენს ფინანსურ არხს, თქვენს ფინანსებს, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტში ჩანს საკმაოდ დიდი მოძრაობა, დიდი აქტიურობა, ვერ ვიტყვი რომ უმოძრაოდ ხართ, ვერ ვიტყვი რომ არაფერს აკეთებთ, პირიქით შესაძლებელია ძალიან დატვირთულიც ბრძანდებოდეთ, ან გზაზე იყოთ დამდგარი, ან რაღაცა მოძრაობაში იყოთ. მოძრაობა როგორც პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ეს იყოს თვითონ სამსახური, ანუ თქვენი ფინანსების წყარო, რასაც წარმოადგენს თქვენი საქმიანობა დაკავშირებული იყოს ტრანსპორტირებასთან, გადაზიდვასთან, გადაყვანასთან, ან ცხოვრების წესი. გქონდეთ ასეთი ძალიან მოძრავი, აქტიური, სულ მიმოსვლაში მყოფი ადამიანი, სულ აქტიური ადამიანი, მაგრამ რატომღაც ესე მგონია, რომ ეს მოძრაობა ვერ ვიტყვი რომ ფუჭი მოძრაობა, რა თქმა უნდა, რაღაცა ფინანსური რესურსები მოაქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩანს თითქოს რაღაცა უსისტემო მიდგომა, თითქოს იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე შემოდის ეს ფინანსური რესურსები,
არ აქვს ის მიმართულება, ის სწორი ვექტორი ამ მოძრაობას, რაც შესაბამის უკავშირს მოგიტანთ ფინანსური რესურსების მხრივ. თითქოს საჭიროა რაღაცის სერიოზული გადახედვა, რაღაცა ეტაპის თქვენს ცხოვრებაში, დასრულება ამ ეტაპის და რაღაცა გრანდიოზული, მნიშვნელოვანი ცვლილებების შემოტანა თქვენს ყოველდღიურობაში, თქვენს ფინანსებში. შესაძლებელია ის კომპანია, სადაც მუშაობთ, შესაძლებელია ან ის სფერო, რაშიც დაკავებული ბრძანდებით, ხო ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში ეს ინდივიდუალური იქნება, რა თქმა უნდა. ის სფერო, რაშიც მუშაობთ და რაც თქვენი საქმიანობის საგანს წარმოადგენს, შესაძლებელია ის იყოს შესაძლებელი. შესაძლებელია ქვეყანა იყოს გამოსაცვლელი, ან საცხოვრებელი ადგილი იყოს გამოსაცვლელი, იმიტომ რომ რაღაცა მასშტაბურ ცვლილებას ითხოვს თქვენგან სამყარო. თუ ამ ცვლილების საჭიროებას დაინახავთ და ამასთან მიხვდებით თუ რა არის შესაძლებელი თქვენს ფინანსურ საქმიანობაში, იმ საქმიანობაში, რომელიც თქვენი ფინანსების წყაროს წარმოადგენს, მაშინ აუცილებლად მოხდება აი ამ ბლოკის დაშლა, განეიტრალება და ახალი, ასე ვთქვათ, უფრო სუყე და უფრო ძლიერი დინება მოხდება ფინანსური წყაროებისა თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე არის დღეის მდგომარეობით. აი ასეთი იყო მეორე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, სხვას ვერაფერს ვერ დავამატებ. აქ ჩანს, როგორც აღვნიშნე, მოძრაობა, მაგრამ ეს მოძრაობა რაღაც არასწორი მიმართულებით ხდება აი ამ აქტივობის განხორციელება თქვენის მხრიდან. რაღაცა უნდა შეიცვალოს, ხედვის კუთხე უნდა შეიცვალოს და მერე შესაბამისად უნდა შეიცვალოთ თვითონ საქმიანობა, ან საქმიანობის ადგილი, ან თვითონ საქმიანობის საგანი, ან სამსახური, ან საცხოვრებელი, რაღაცა მასშტაბური ცვლილება დასაგეგმით თქვენის მხრიდან იმისთვის, რომ შეიცვალოს თქვენი ფინანსური ცხოვრება. ეს იყო მეორე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი უკავშირი, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა მიგენიშნათ და მოდით გადავიდეთ მესამე ბოლო ვარიანტზე. რა ბლოკავს თქვენს ფინანსურ ენერგიებს? მესამე ვარიანტი ჩვენ ვხედავთ მარტო ხელა ადამიანს, უფრო ქალური ენერგიები, ქალური არქეტიპი ამოდის მესამე ვარიანტში, თუმცა შესაძლებელია რომ ეს იყოს მამაკაცებსაც შეეხებათ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვხედავთ ცეცხლის სტიქიას, ცეცხლის სტიქიის არკანს, კარის კარტს, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ აქტიური ბრძანდებით ცეცხლის ხომ თავისთავად შემოქმედებითი ენერგიის მაჩვენებელია, ქმედითი ადამიანის მაჩვენებელია, ადამიანი, რომელიც არის მოქმედებაში და არ არის უმოძრაოდ, მაგრამ აქ ფინანსური ბლოკის წარმომშობი არის ის, რომ ადამიანი არის მარტო, თითქოს თქვენ მარტო მუშაობთ, მარტო სწავლობთ, მარტო ცხოვრობთ, ან რაღაცა მარტოობასთან დაკავშირებული თემებია, მაგრამ სამყარო თქვენგან ითხოვს, რომ აი რაღაცა აი ამ განმარტოებული თუ მარტოობის მდგომარეობიდან და მარტო საქმის კეთების მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, ანუ კი შესაძლებელია ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით, ძალიან გამოცდილი ბრძანდებით თქვენ საქმეში, გაქვთ დიდი ცოდნა, დიდი გამოცდილება, რაღაცა შინაგანი სიბრძნე, ცხოვრებისეული გამოცდილება დაგროვებული, მაგრამ ეს რაღაც ეტაპზე შეიძლება მუშაობდა თქვენი ცხოვრების, მაგრამ ახლა ცოტა უფრო სხვაგვარ აქტივობას ითხოვს თქვენგან სამყარო, უფრო სოციალურ აქტივობას, უფრო გუნდურ მუშაობას, ან ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლას. რაღაცა აი ესეთი ენერგიები ამოდის უფრო აქ. თუ ამ ვექტორს, ასე ვთქვათ, ქმედებისას მარტოობიდან შეცვლით უფრო გუნდურ მუშაობაში, ან უფრო მეტ კომუნიკაციაში შეხვალთ ადამიანებთან, გამოიყენებთ არა მხოლოდ თქვენს საკუთარ ადამიანურ რესურსს და თქვენს საკუთარ შინაგან ცოდნას, სიბრძნეს თუ გამოცდილებას, არამედ სხვა ადამიანებსაც ჩართავთ ამ პროცესში, მაშინ შესაძლებელია რომ მოხდეს სწორედ აი ამ ფინანსური ბლოკის დაშლა და უფრო მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა თქვენს მიერ, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მით უმეტეს ამის პოტენციალი ნამდვილად გაქვთ, ვიდრე ვთქვათ ის შემოსავალი, რაც გაქვთ დღეის მდგომარეობით. აი ესეთი იყო მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, თქვენი შთაბეჭდილებები, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა მიგენიშნათ, დასრულდა ჩვენი დღევანდელი საჯარო ტაროს სეანსი თემაზე, რა ბლოკავს თქვენს ფინანსებს, ვისაც პირადი უფრო დეტალური და სიღრმისეული რჩევების მიღება სურს,
ჩემგან ამასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ მომწეროთ პირადში მესენჯერში და ჩაეწეროთ პირად კონსულტაციაზე. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.